ბრალდებული ოპოზიციონერების სასამართლოს ხდომა რამდენიმე საათია გრძელდება. პროკურატურა საკუთარ მოწმეებს კითხავს, მათ შორის არიან პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქციების შესახებ ყვებიან. განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ყველაზე მძიმე მუხლები ქართულმა ოცნებამ ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს წაუყენა. მათ უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავება იმის გამო, რომ საერთაშორისო პარტნიორები ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის ლიდერების სანქცირებას მოითხოვდნენ და ახლაც ითხოვენ. ჯამში ბრალდებულის სკამზე 6 პარტიის 8 ლიდერია. ფორმულას ჟურნალისტი დია ბაძაღუა მუშაობს დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში, ის ახლა ჩვენს ეთერს უერთდება და მოგუყვება ბოლო ამბებს სხდომიდან, რომელზე დასწრებაც მედიას აკრძალული აქვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იკითხება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დავით ოხანაშვილი, ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელიც როგორც ხდომიდან გვატყობინებენ, ასახელებს კონკრეტულად გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიასა და ზურა ჯაფარიძეს და მათთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა ზუსტად რა ინფორმაციას აწვდის სასამართლოს ჯერჯერობით არის უცნობი, რადგან როგორც იცით, მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებით ხდომა არის დახურული და მედიას და დამსწრე საზოგადოებას არ გვეძლევა საშუალება, რომ დავესწროთ პროცესს. რაც შეეხება უშუალოდ ხდომასთან დაკავშირებით, უკვე მე-6 საათია, რაც იმართება. მესამე მოწმე არის დავით ოხანაშვილი, რომელიც დღეს იკითხება. მანამდე კი გამოიკითხა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი კახალ ამაზოშვილი, რომელმაც როგორც ისაუბრეს პოლიტიკოსებმა და მათმა უფლებადამცველებმა ჩვენთან საუბრისას, კონკრეტულად ისაუბრა ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით და თქვა, რომ ისინი აქციაზე იმყოფებოდნენ, ხოლო მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით აღუნიშნავს, რომ გარკვეულ სიტყვებს წარმოთქვამდა და ერთგვარ მოწოდებებს აკეთებდა. თუმცა სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით თუ მაგალითად ითვლება თუ არა აქციაზე ყოფნა დანაშაულებიდან, რას ემსახურებოდა პროკურატურის მხრიდან მოწმის მოყვანა, რომელიც აღნიშნავდა სწორედ იმას, რომ პოლიტიკოსები აქციაზე იმყოფებოდნენ, ჯერჯერობით არის უცნობი. გრძელდება კვლავ პროცესი, როგორც გითხარით, დღეს დაგეგმილი იყო 7 მოწმის გამოკითხვა, თუმცა რამდენად მოესწრება ეს ჯერჯერობით არის უცნობი, რადგან 6 საათამდე არის პროცესი გაწერილი. როგორც გითხარით, ჩვენთან კომენტარი გააკეთეს პოლიტიკოსებმა და ასევე ადვოკატმა, რომელიც შეგიძლიათ რომ პირდაპირ ეთერში მოისმინოთ. მერე წაუკითხა პროკურორმა წაუკითხა ჩვენება, სადაც წესო კოალიცია ცვლილებების ლიდერებიო და იქ მელია და გვარმე არა ნახსენები, რომ ასევე დაინახა იქ რაღაცა, როგორ მოუწოდებდა ხალხს რაღაცებისკენ და მერე ადვოკატებმა დაუსვეს კითხვა, რომ თუ შეგიძლიათ თუ გითხრათ, ეს კოალიცია ცვლილებების ერთი პარტია არისო თუ რა არისო და თქვა, რომ ერთი პარტია არისო და მერე კითხეს, რომ ამ პარტიის ლიდერები თუ შეგიძლიათ ჩამოთვალოთო და არ ვიციო, გასაგებია რატო არ გიშვებენ თქვენ შიგნით, იმიტომ რომ შეგიძლიათ იმდენი უზუსტობები დაიჭირო და იმდენი სასაცილო რაღაცები ნახოთ, რომ ჯერ კიდე მთავარი ამბავი რა არის. ეს ადამიანი ყვება რომ დავინახე რომ ეგეთი მოწოდებები გააკეთეს რაღაც პოლიტიკურმა ლიდერებმაო და ამისერე დაიწყო ეს აგრესია რაღაცაო და ეს ხდება 28 ნოემბერსო და პირველად ეს ადამიანი გამოკითხული არის მაისში და ადვოკატებმა კითხეს რომ კი მაგრამ ესეთი საშიშროები თუ ნახეო და ქვეყანა იქცეოდაო და რაღაცას არ დაინახე პოლიტიკოსები როგორ მოუწოდებენ ხალხს და ორგანიზებდნენ მაისამდე სად იყავიო პატაკი რატო არ დაწერე რომ ეგეთი საშიშროები ნახეო და არ ვიციო. ძალიან ძნელი ეს პროცესი ხო მოგონილია და შეთითქმილია და თითოეულ ამ ადამიანს თავისი როლი მერცნელი ამ როლის შესრულებაც. უდანაშაულო ადამიანებს ხელი დაადო, ძნელი არის, მე მთელი ცხოვრება უნდა აიღო პასუხისმგებლობა ამაზე და ამიტომ უჭირთ ამ ადამიანებსაც ხადია, როდესაც უკვე დამაძუსტებელი კითხვები მიდის, უკვე ვეღარ იბნევიან და ვერაფერს ვეღარ ადასტურებენ. ის მოწმის ჩვენება თუ გამოკითხვის თოქმი რაც გამოძიებაში იყო დღეს გაცამტვერდა ვინაიდან ადამიანმა თქვა მართალია დაფიქსირებული მყავს მელია აქციებზე, თუმცა მისი მხრიდან რაიმე სახის კონკრეტული მოწოდება ძალადობისკენ პარლამენტში შეწყვეტისკენ ეს არ გაუგია და ვერა კონკრეტობს ზოგადად დაასახელა რომ ნიკა მელია როგორც პოლიტიკური ლიდერი ნამდვილად იყო აქციებზე. ის რომ ნიკას რაიმე სახის მოწოდება ძალადობისკენ, ვინმე წაქეზება, პოლიციელებთან რაიმე უშუალო შემხებლობა ან ასე ვთქვათ ძალადობის ელემენტები, მოწმემ თქვა რომ მსგავსი მას არ დაუფიქსირებია და არც ის იცის კონკრეტულად ნიკა მელია ვინ სად ან რა განაცხადა.
როგორც მოისმინეთ, პოლიტიკოსები აღნიშნულ პროცესს აფასებენ ოპოზიციის დევნად და რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი ამბობენ, რომ ბრალი არის აბსურდული და აბსურდულია საერთოდ საქმეც მისი მასალებიდან გამომდინარე. ამ წუთებში კვლავ გრძელდება სასამართლო პროცესი და ჩვენ უკვე ხტომის დასრულების შემდგომ გვექნება საშუალება, რომ ვესაუბროთ მხარეებს და დავუსვათ მათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ დღეს დაკითხულმა მოწმეებმა კონკრეტულად რა ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს.